გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. საქართველოს უძრავი ქონების სექტორია დღევანდელი წერტილის ფოკუსში, აქციები, სანქციები, შეჩერებული ევროინტეგრაცია და ამ ფონზე მოლოდინები და განწყობები ბიზნესში. რა გავლენას იქონიებს პოლიტიკური და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე. ბაზარზე უკვე არსებულ ტენდენციებსა და პროგნოზებზე რამდენიმე წუთში უძრავი ქონების კომპანიების რენტალსის და ერისთავი ესთეიტის დამფუძნებელი ზურაბ ერისთავი ისაუბრებს წერტილში, თუმცა ვიდრე ინტერვიუს ავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ უძრავი ქონების სექტორი ბიზნესის იმ მიმართულებებს შორისაა, რომელსაც ქართული ბანკები ყველაზე მეტად აფინანსებენ. ეროვნული ბანკის ნოემბრის მონაცემებით, რაც უახლესია უძრავი ქონების დეველოპმენტზე გაცემულია ყველაზე მეტი 3,8 მილიარდი ლარის ესხი. თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ბოლო მიმოხილვა ორ საინვესტიციო ბანკს, TBC Capital-ს და Galten Tagards დეკემბრის ბოლოს აქვს გამოქვეყნებული და ბევრი რიცხვით რომ არ დაგღალოთ, გეტყვით რომ 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 24 წლის ნოემბრის მდგომარეობით წლიურად როგორც ტრანზაქციების, ანუ გაყიდვების რაოდენობა, ისე ფასი გაზრდილი იყო, ხოლო გასაქირავებელი ფასი შემცირებული. ორივე ორგანიზაციის თანახმად თბილისში ქრის ფასები 10-11 დოლარის ფარგლებში ნარჩუნდება კვადრატულ მეტრზე. საინტერესო ასევე ისიც, რომ Galten Tagards-ის თანახმად 2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის ტენდენციამ შეიცვალა. რუსეთის მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში 7-დან 2%-მდე შემცირდა, ხოლო ისრაელის მოქალაქეების წილი კი პირიქით 4-დან 12%-მდე გაიზარდა. ჩვენი გასაქირავებელი უძრავი ქონების ბაზარი ჩამოკიდებულია უცხოელებზე. ერთ-ერთ ინტერვიუში გვითხრა ზურაბ ერისთავმა და ამ თემასაც გავშლით დღევანდელ ინტერვიუში, ვის მოუნდება ჩვენს ქვეყანაში უძრავი ქონების ქირაობა ან ყიდვა, თუ პოლიტიკური კრიზისი მალე არ დასრულდა და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას სწრაფად არ დაუბრუნდა. უძრავი ქონების კომპანიების რენტალსის და ერისთავი ესთეიტსის დამფუძნებელი ზურაბ ერისთავი უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების ბატონ ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ იმ განწყობებსა და მოლოდინებზე, რომელიც დღეს ბიზნესში არის, როცა უკვე 40 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტი გრძელდება, დაიწყო და გრძელდება სანქციები სამწუხაროდ და ყველაზე მთავარი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყნის ევროინტეგრაცია. მოგესალმებით თელარა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. ხო, რეალობა ასეთია, რომელსაც ჩვენ ერთი წლის წინ ვერავინ ვერ ვივარაუდებდით, სრულიად ახალ რეალობაში გვიწევს ოპერირება. ძირითადად ეს ყველაფერი არის ფოკუსირებული ქვეყნის მომავალზე, ნაკლებად გვიწევს და გამოგვდის ბიზნესზე ფიქრი, იმიტომ რომ ამ ყველაფერმა ქვეყნის მომავლის რისკებმა ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადაწია. მოლოდინებს რაც შეეხება, აქ ბევრი დინება შეგვიძლია განვიხილოთ და იმის მიხედვით ვისაუბროთ, თუ რომელი სცენარით წარიმართება ჩვენი ბედი და საერთოდ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვისაუბროთ ამ სცენარებზე, თუმცა კითხავთ კიდევ ერთ კითხვას, ვიდრე უძრავი ქონების სექტორზე გავშლით ჩვენს ინტერვიუს. მიუხედავად იმისა, რომ რა სიტუაციაც არის ქვეყანაში, ოცნების ეკონომიკური გუნდი მაინც ელს, რომ წელს ეკონომიკური ზრდა იქნება ისეთი, რაც დავგეგმეთო, ეს არის დაახლოებით 6%, სწრაფ ზრდას გააგრძელებს საქართველო და ასე შემდეგო. ევროინტეგრაციის შეფერხება, ჩვენ სულ თავს ვიწონებდით და გიხაროდა მათ შორის კანდიდატის სტატუსი, როცა მივიღეთ, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდიდა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, მათ შორის უძრავ ქონებაზე ფასებსაც ხომ რაღაცნაირად რაც უფრო ვუახლოვდებოდით ევროკავშირს. ვის მოუნდება ასეთ ქვეყანაში ფულის ჩადება და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე როგორ აისახება ის მდგომარეობა, სადაც დღეს ვართ? ეს ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული დღემდე, რამოდენიმე თვეს თუ არა ამოვჭრით ჩვენი ისტორიიდან, ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპასთან ინტეგრაცია და დასავლეთის ცივილიზაციასთან კონტაქტი და კავშირი. ახლანდელ სიტუაციაში ჩვენ უბრალოდ აღარ ვიცით, მე ჩემ თავზე ვიტყვი, აღარ ვიცით, საით მივდივართ. ის ხალხი, ვისაც მე ჩემი ბიზნესში ყოფნის 17 წლის განმავლობაში შეხვედრილ ვარ, ზუსტად ვიცი საქართველოში რატომ მოდიოდა და რას ეძებდა. ამ ახალ რეალობაში თუ იქით აღარ მივდივართ, სადაც გლობალურად მთელი ქვეყანა მივდიოდით,
ეს კითხვა უკვე ჩემთვის უცხოა. პასუხს ამაზე მე ვერ ვცემ. ვისთვის შეიძლება იყოს საინტერესო ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და 180 გრადუსით შეცვალა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ შეიცვალა არაფერი ისე მივდივართ ევროპისკენ. რა დაგაჯერებთ, რომ ევროპისკენ მივდივართ? რა არის, იცით, მინდა რომ დავიჯერო, ეს ეკონომიკურის დაც მინდა რომ დავიჯერო, ყველაფერი პოზიტიური, რაც მესმის, ყველაფერი მინდა რომ დავიჯერო, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ძალიან მინდა რომ ჩემ ბიზნესშიც წარმატება იყოს, როგორც აქამდე ყოფილა. მაგრამ კარგი დავანებოთ თავი, ვთქვათ, მე რას ვფიქრობ, ან თქვენ რას ვფიქრობთ ამ შემთხვევაში. მოდით შევხედოთ ობიექტურად სამყარო როგორ უყურებს ამ მოვლენებს, ხო? საქართველოს ნიუსები თითქმის ყველა ბიზნეს არხზე და პოლიტიკურ არხზე, CNN-ზე, BBC-ზე, France 24-ზე შუქდება, მათ შორის ბლინკენს დაუსვეს გუშინ თუ გუშინ წინ შეკითხვა საქართველოს დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი რეალობა, ისეთი რეალობა, რომელიც ჩვენ არ ვიცით. თუ ქვეყანა მოტრიალდა და მართლაც სხვა მიმართულებით წავიდა, მე ეჭვმაქ, რომ ძალიან დიდი ხანი ფიქრი მოუწევს იმ ახალ ადამიანებს, ვისაც საქართველოში რაღაცის გაკეთება მოუნდებათ. გარისკავენ და მოუნდებათ. არ ვიცი, ხო და არ მხოლოდ ახალ ადამიანებს, ალბათ ადგილობრივი ბიზნესიც მაინც ვისაც უფრო მეტი ემოციური ბმა გვაქვს, ხო, თუნდაც ქვეყანასთან გულისხმობა რა უცხოელ ინვესტორებს, არამედ ქართველებს, ალბათ ყველა დაფიქრდებით იმაზე, რომ რამდენად ღირს ახალი ინვესტიციის ჩადება თუ რაღაცა კონსერვაციისკენ წავიდეთ ყველაფრის და რაღაც დაველოდოთ. ეს ძალიან ბუნებრივია, რასაც თქვენ რა კითხვასაც თქვენ სვავთ, ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი რყევა, ნებისმიერი მეწარმისთვის, ენტერპრენიორისთვის აჩენს კითხვას, რამდენად არის სწორი დრო ახალ საქმეში ფულის ჩადების, ხო? ეს განსაკუთრებით აინტერესებს უცხოელ ინვესტორს, მაგრამ თქვენ სწორად ძანეთ, ჩვენ ვართ ქართველები და საქართველოს ჩვენი ქვეყანაა და აქ ჩვენ უფრო კარგად გრძნობ თავს, მაგრამ თუნდაც ქართველი ბიზნესმენების, ვისაც მე ვიცნობ და ძალიან ბევრს ვიცნობ, პრაქტიკულად ყველას ეს გადაწყვეტილება რაღაცა დროით მინიმუმ მაინც შეჩერებული აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გვაქვს. რომ გამოჩნდეს საით მივდივართ და რა მოხდება ქვეყანაში. ისე ამ კითხვაზე უნდა ეპასუხა წესით არჩევნებს. ყოველ შემთხვევაში ასეთი მოლოდინი იყო და მახსოვს მთელი წლის მეორე ნახევრიდან არჩევნებამდე პასუხები იყო ხოლმე, რომ აი არჩევნები გამოაჩენ საით მივდივართ და ჩვენი პარტნიორებიც ქართველი ბიზნესმენები გვეუბნებოდნენ ხოლმე, რომ ელოდებიან მკაფიოდ როდის გაასწორებს ქვეყანა ფოკუსს. ფაქტია არჩევნებმა ეს ნათელი სურათი ვერ მოიტანა. ვისაუბროთ უფრო მეტად უძრავი ქონების ბაზარზე, რადგან თქვენი პროფილი ეს არის, ვიდრე წელსაც შევაჯამებთ თქვენი ორივე კომპანიის, რა ტენდენციები არის და რას ატყობთ უკვე? პოლიტიკური კრიზისის სახეზეა, მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის კონტურები, ასე ვთქვათ, უკვე იხატება. რა გავლენას იქონიებს ეს უძრავი ქონების სექტორზე, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორია მათ შორის ეკონომიკურ ზრდაში და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. უძრავი ქონება, როგორც ასეთი ერთად აღებული, თვითონ თავისთავად არის ძალიან დიდი დარგი, რომელიც შეგვიძლია ქვედარგებად დავყოთ, როგორც არის კომერციული უძრავი ქონება, საცხოვრებელი უძრავი ქონება, სავაჭრო მიმართულებით და ასე შემდეგ, ხო? ყველა ამ მიმართულებაში ქვევით, ანუ ვერტიკალურად შეგვიძლია ჩავხედოთ და ვთქვათ, რომ ასეთი ტიპის რყებები და ასეთი ტიპის შიშები, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, ყველა მიმართულებისთვის არის თანაბრად საშიში. რომ ვისაუბროთ მაგალითად დეველოპერებზე, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ, ან ძველ პროექტებს ამთავრებენ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დეველოპერების დიდი უმრავლესობა პრაქტიკულად თითქმის ყველა დამოკიდებულია გაყიდვების დინამიკაზე. საიდან აქვს დეველოპერს ასაშენებელი ფული, ხო? ეს არის ერთი საკუთარი კაპიტალი, მეორე არის მიმდინარე გაყიდვები, მესამე არის საბანკო დაფინანსება. ეს ბოლო ორი მყიდველი და ბანკი კიდევ ერთად ერთიანდება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში
მყიდველის უკან სწორედ ბანკი დგას. მოდით ახლა ეს ორი კომპონენტი რომ მოვაშოროთ ამ ყველაფერს და დეველოპერი დარჩა თავისი ასაშენებელი ფულით. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ დეველოპერს თავისი პროექტების დასასრულებელი თანხა არ აქვს. ვალდებულებებს ესენი თავს ვერ გაართმევენ. საჭიროა გაყიდვების მიმდინარეობა. როგორც თქვით, ასეთ ტურბულენტურ გარემოში ადამიანებს ყიდვის შიში უჩნდებათ. არიციან ის კი არა რომ ხომ არ გაძვირდება ან ლარის კურსი ხომ არ გაიქცევა. საერთოდ კითხვა ჩნდება რომ ასეთ გარემოში ცხოვრება ღირს თუ რაღაცა სხვაზეც ვიფიქროთ, ხო? ამიტომ გაყიდვებშიც გარკვეულწილად შეფერხებები მოსალოდნელია. ეხლა ბანკებზე ვისაუბროთ. ბანკებსაც საიდან აქვთ ფული? ბანკებსაც წვდომა აქვთ უცხოური კაპიტალის ბაზრებთან. იქაც ისეთ შემთხვევაში თუ ეს მოვლენები კიდევ უფრო დრამატული გზით განვითარდა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მაინც ერთ-ერთი სცენარი ასეთია. ამ ბანკებსაც წვდომა ეზღუდებათ იმ რესურსებთან, იმ ტრადიციულ რესურსებთან, რომლებთანაც ჰქონდათ. ან უძვირდებათ, უბრალოდ უძვირდებათ, ხო? ეს გაძვირება მე გარდმოითარგმნება მყიდველებისთვის იპოთეკური დაკრედიტების გართულებასა და გაძვირებაში, შესაბამისად მყიდველების რაოდენობის კლებაში და აი ასე მივდივართ დიდ წრეზე, რაც რა თქმა უნდა სასიამოვნო სურათს არ გვიხატავს. ეს რაც შეეხება მოლოდინებს. ვიდრე დეტალურად ჩავშლით უფრო მათ შორის კომერციული უძრავი ქონების სექტორს, წელიც რომ შევაჯამოთ, აქვე იყო პერიოდი, შედარებით ასე ვთქვათ, რო ვიცოდით საით მივდიოდით, წლის დასაწყისში და წლის ბოლოსაც BMG ყოველთვის ბიზნეს ყველა სექტორს აფასებინებდა, როგორი იყო წელი, როგორი ჰქონდათ გაყიდვები, ფასები, რა გეგმებით ხვდებოდნენ 2024-25 და შემდეგ წლებს. თქვენი კომპანიებისთვის როგორი იყო 2024 წელი, პირველი ნახევარი და ალბათ წლის ბოლო თვეები ალბათ ცოტა გამორჩეული იქნებოდა. დავიწყებ ბოლოდან, ბოლო 45 დღეა თუ რაც არის, მართლაც ჩემი ბიზნესში ყოფნის 17 წლიანი პრაქტიკიდან ერთადერთი 40 დღე იყო, როდესაც პრინციპში სერიოზულად ბიზნესზე ვერც კი ვიფიქრეთ კომპანიაში, ვერც ერთი თანამშრომელი ვერ დავჯექით და ვერ ვილაპარაკეთ სამომავლო გეგმებზე, იმდენად ამ ყველაფერმა ეს ყველაფერი გადაწონა. მანამდე სანამ ეს გაჩნდებოდა ომის პარტია, Deep State და ასე შემდეგ, ასეთი რაღაცა მოულოდნელი საფრთხეები გამოჩნდებოდა, მანამდე და ყველაფერი უნდა დაუფასოთ, ეკონომიკაში ნამდვილად იყო ზრდა, ამის არ დანახვა და არ შეფასება უმადურობა იქნება. ეს ზრდა ძალიან ჭკვიანურად ჩემი აზრით განპირობებული იყო იმით, რომ სამწუხაროდ მოხდა უკრაინასა და რუსეთს შორის ომი და ძალიან ბევრმა ქართველმა ადამიანმა, მოდით ქართველებზე ვისაუბროთ პირველ რიგში, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა წლების განმავლობაში, ძალიან დიდი კაპიტალი შემოიტანა საქართველოში, მათ დაიწყეს ბიზნესი, მათ იყიდეს ბინები, მათ იყიდეს კომერციული უძრავი ქონება. იგივე მოხდა უკრაინელების მხრიდან. ანუ ამ კონფლიქტიდან თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რაღაცა დადებითი საერთოდ ვახსენოთ, ჩვენ ეკონომიკურად დადებითი ეფექტით გამოვედით. კი, ეს რეალობაა. მაგრამ საბოლოოდ რაც მოხდა ეს ბოლო ეგრეთ წოდებული რუსული კანონის შემოტანით, მერე გაწვევით, მერე დაბრუნებით, მერე ასე შემდეგ, ეს ყველაფერი უკვე სულ სხვა რეალობას გვიხატავს ამ გადასახედიდან გამომდინარე. ეს რაც შეეხება ბოლო, ასე ვთქვათ, 45 დღეს უშუალოდ თქვენ კომპანიებზე საუბრობდით. ჯამურად მთელი წელი მაინც როგორი იყო? იყო თქვა წლის პირველი ნახევარი მაინც 8 თვე მაინც ისეთი, რომელმაც ასე ვთქვათ, წინა 2023-თან შედარებით ჯამურად მაინც აჩვენა 2023 თუმცა ყველა საუბრობდით აი ამ მიგრანტების ეფექტის მილევაზე თანდათან. სწორედ მაგის თქმას ვაპირებ. არსებობს რაღაცა ბუნებრივი ზრდის ტემპი და არსებობს ხელოვნურად გარკვეული ძალებით გამოწვეული ზრდა. აი ეს გარკვეული ძალებით გამოწვეული ზრდით ჩვენ ვიხეირეთ, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ ეს იყო ძირითადად 2023 წელი.
2024 წელსაც გადაყვა ეს ინერცია, მაგრამ ეს ყველაფერი მილევადი ტენდენციით ხასიათდებოდა და რაღაც მომენტში ამოიწურებოდა და კიდევაც ალბათ ამოიწურა. არ ვიცით, უბრალოდ ისე დრამატულად გაწყდა ეს ყველაფერი, რომ აღარ ვიცით ის ტენდენცია საერთოდ თავისი დამთავრდა თუ დამთავრდებოდა. რასაც აკვირდებით თქვენი კომპანიების მაგალითზე, გასაგებია რომ ბიზნესის ასე ვთქვათ განწყობაზე ნაკლებად ვართ, მაგრამ აი გაყიდვებში, ქირაში, აი რა ტენდენციებს ატყობთ, აი თუნდაც ბოლო 2 თვე რომ ავიღოთ, ვინ არიან ძირითადი დამქირავებლები, რა ეტყობა ამ მიმართულებით ამ ბაზარს, როგორც მოდით გაყიდვებით დავიწყოთ, იმიტომ რომ გაყიდვა ყველაზე მეტად ესეთი ფინანსურად ტევადი ნაწილია და ყველაზე მეტ რისკს მოიცავს. გაქირავებას ნაკლები რისკი მოსდევს თან, ხო? ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა და ეს არის ასე ვთქვათ პრემიალური კლასის მომხმარებელი. ბოლო 45 დღის განმავლობაში და მანამდეც, როდესაც ეს რუსული ეგრეთ წოდებული კანონი დაიწყო, ყველა ასეთი გარიგება გაგვიჩერდა. მე მაქვს SMS-ი შენახული ერთ-ერთი ჩემი უცხოელი ინვესტორისგან, რომელთანაც დაახლოებით 6 თვე დავხარჯეთ მოლაპარაკებაზე, ყველაფერზე შევთანხმდით და ბოლოს მივიღეთ ეს მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ თქვენ ევროპაში აღარ მიდიხართ და მე ამ თანხას ვეღარ გავრისკავ. აი ესეთი შეტყობინება მივიღეთ. მეორეც დაახლოებით ანალოგიური უკვე ქართველ მყიდველთან მიმართებაში ამ ადამიანმა გითხრა, რომ არათუ რამოდენიმე მილიონის დახარჯვა ზოგადად ამ ქვეყანაში ცხოვრება ღირს თუ არ ღირს, ამაზე უნდა დავფიქრდეთ ჯერ და მერე გიპასუხებთ იმაზე გავაგრძელებთ თუ არა საერთოდ აქ ინვესტიციის ჩადებას. კომერციული უძრავი ქონების თვალსაზრისით ჩვენ ესენიც კომერციული უძრავი არა, ეს იყო საცხოვრებელი ტიპის უძრავ ქონებას საუბრობდით. რაც შეეხება კომერციულ უძრავ ქონებას, რომელშიც ცოტა წავიტრაბახებ და გეტყვით, რომ 65,000 კვადრატული მეტრი წინა წლებში გავაქირავეთ და გავყიდეთ, ეს ციფრი დრამატულად შემცირდა იმასთან ერთად, როდესაც ეს რისკები გაჩნდა. ანუ არიან კომპანიები, რომელთაც ჩვენ უკვე ბოლო 5 წლის განმავლობაში მივაქირავეთ 1000-ობით კვადრატული მეტრი ფართი და ისინი იზრდებოდნენ მუდმივად. ეს პროცესი განგრძობითი პროცესია. აი სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა კომპანიამ ერთ-ერთ მორიგ დაკვეთაზე ასევე ძალიან ღრმად შესულ მოლაპარაკებებზე უარი თქვა. და გითხრა რომ ისიც კი არ ვიცით ზოგადად ახალი ოფისი ავიღოთ თუ არსებული თანამშრომლების, უცხოელი თანამშრომლების რელოკაციაზე ვიფიქროთ უკვე სხვა ქვეყანაზე. იმიტომ რომ ეს ხალხი, როგორც ჩვენ უკვე თქვით, ჩამოყვა აი ამ ტალღას, რუსულ, უკრაინულ ტალღას და საქართველოს როგორც მართლაც რაღაცა მშვიდობის ოაზისში აქ დაფუძნდნენ. ეს ყველაფერი არის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ახლა. მე მახსოვს გაზაფხულზე ქონდათ თქვენ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეთ დაახლოებით 300 სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა მოლაპარაკებებს აწარმოებდით და გაჩერდა. ალბათ არც გაგრძელდა. არა, არ გაგრძელდა. ეს როგორი კომპანიებია თელარა ხო, აი ეს დამქირავებლები ვინ არიან, ასე ვთქვათ და ეს გაუგებრობა საბოლოოდ ქვეყანას აით მიდის, როგორ აისახება ამ ჭრილს უშუალოდ უძრავ ქონებას. ჩვენი ქვეყანა, რაც სინამდვილეა, ის უნდა ვთქვათ, არ არის სრულად ევროპული ქვეყანა, მაგრამ გარშემო რომ მიმოვიხედოთ, მართლაც ძალიან დიდი მომხიბლაობა გვაქვს საქართველოს, ქართველებს, ქართულ ეკონომიკას. ეს კომპანიები, რომლებიც გადმოვიდნენ იმისთვის, რომ აქ ყავს ძალიან ბევრი ჭკვიანი ახალგაზრდა, რომელიც საუბრობს რამოდენიმე ენაზე, ინგლისურად, გერმანულად, რუსულად, ფრანგულად და ასე შემდეგ. ეს არის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის კომპანიები, BPO-ს, რასაც ქვია, რასაც კიდევ ჩვენ პერიოდულად call center-ებად მოვიხსენებთ ხოლმე, მაგრამ არ უნდა აგვერიოს ეს call center-ი იმ ავად სახსენებელ call center-ებში, სადაც ხალხს ყლებდნენ. არა, ეს არის ძალიან სერიოზული ორგანიზაციების რაღაცა აქტივობების გადმოტანა საქართველოში, სადაც
მაგალითად 300 ადამიანი ზის ერთ-ერთ ბიზნეს ცენტრში და ემსახურება გერმანიაში პირობითად Volkswagen-ის ცენტრს ან ამერიკაში Apple-ს. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. ეს არის ყველაზე დიდი დამსახურება. მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო, თქვა, ძალიან კარგად მუშაობდა. ძალიან კარგად. მეიჯორელი მაგალითად და კიდე სხვაებიც, ხო? მიხეილ. აი მეიჯორელის ყველა პროექტი ჩვენი განხორციელებულია და მაგას მეიჯორელი რომ საქართველოში შემოვიდა 300 ადამიანის დასაქმებაზე იყო საუბარი და მე მგონი ახლა თუ არ ვცდები 3000 კაცი ყავ დასაქმებული. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და მე მგონი თელავშიც კი, ბოლოს ეგ უკვე აღარ ვიცი. გარდა ამ მიმართულებებისა ბიზნესის IT-ც ასევე აქტიური არის, როგორც ვიცი, უძრავი ქონების ნაწილში. კიდევ ვინ არიან საქართველოში უძრავი ქონების დამქირავებლები, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ერთ-ერთ ინტერვიუში მე დასაწყისშიც ვახსენეთ, მოყვებოდით, რომ უცხოელებზე არის ქართული უძრავი ქონების სექტორი ჩამოკიდებულია და აი ამ ასე ვთქვათ საგარეო კურსის შეცვლამ და პოლიტიკურმა კრიზისმა რაც უფრო ღრმავდება, კიდევ რა შეიძლება დაგვაკარგვინოს და ვინ? ტრადიციულად პრემიალური კლასის უძრავ ქონებაზე თუ ვისაუბრებთ, ეს მიმართულება განსაზღვრული იყო მაინც რაღაცა დიპლომატიური მიმართულებებით. დიპლომატიური დაქირავებები აძლევდა ტონს სხვა დანარჩენ ბიზნეს დაქირავებებს. ამას გარდა, როგორც თქვენ ახსენეთ, არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ტალღა ამ მომთაბარე IT სფეროს წარმომადგენლების, რომლებიც ერთი ლეპტოპით არიან ჩამოსული და მათთვის სულ ერთია თბილისში იჯდებიან თუ სტამბულში. ეს ძალიან დიდი წილია დაქირავებლების, როგორც ბინების, ასევე მთელი რიგი ჰაბები შეიქმნა IT სფეროში, რომელიც მანამდე საქართველოში არ არსებობდა და პრაქტიკულად 100%-იანი დაკავებულობის ხარისხი აქვს ასეთ ბიზნეს ცენტრებს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არაპრემიალური კლასის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გამოიკვეთა ბოლო წლებში, ეს არის სტუდენტური ჰაუზინგის, ანუ სტუდენტური დაქირავებები, უცხოელი სტუდენტების ძალიან დიდი რაოდენობა საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ აქ მიიღონ საერთაშორისოდ მიღებული და აღიარებული განათლება. ეს უნდა ვაღიარო, რომ კონკრეტულად ჩემს კომპანიებში აქ ჩვენ არ მონაწილეობთ, არ დაგვიბინავებია სტუდენტები, რადგანაც რაღაცნაირად ასწენილები ვიყავით სეგმენტურად და არ მიგვიღია მონაწილეობა, თუმცა ვაღიარებ რომ და ვიცი კონკრეტულად რომ ძალიან დიდი ბაზარია. არის. ცოტა დრო გრჩება და ვიდრე მთავარ რისკებზე ვისაუბრებთ ამ სექტორში რაც გვაქვს, აი ეს ვითარება რა პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა ფასებთან დაკავშირებით. ველოდოთ რადგან შეიძლება მოთხოვნა შემცირდეს ფასების შემცირებას თუ ვიცით რა უბრალოდ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, ლარის კურსი რა ელოდება და ასე შემდეგ, ვერც გაიაფების ასე ვთქვათ დიდი პერსპექტივა ჩანს. ანუ ვისი ხდება უძრავი ქონების ბაზარი, ასეც ვსვამდით ბოლო პერიოდში კითხვებს, იმიტომ რომ ეს ბოლო 2 წელი რაღაცნაირად გამყიდველი იყო დომინანტი ამ ბაზარზე, რადგან გაზრდილი იყო მოთხოვნა. ახლა რა გველის? ეს თქვენი კითხვა ზუსტად პირდაპირ კავშირშია იმ პირველ კითხვასთან, რომელიც გადაცემის დასაწყისში დამისვით და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ზოგადად ჩვენი ქვეყნის მომავალი პოლიტიკურად და ეკონომიკურად. თუ კიდევ ერთხელ ხას უსვამ, ეს არავის ინტერესებში არ არის და არავის არ უნდა და ამიტომაც ვერ გაგვიგია როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის რომ თან ქვეყანა არ დავანგრიოთ, მაგრამ თან პარალელურად ამ რაღაც გაუგებარ პოლიტიკურ შემოთავაზებებსაც არ ავყვეთ. აი ამაში ვართ ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი რაღაცნაირად გაჭედილი. არ ვიცი თუ გაუარესდა ჩვენი პოლიტიკური გარემო, თუ გაუარესდა შესაბამისად ჩვენი ეკონომიკური რეიტინგები, თუ გაუარესდა ფულთან წვდომის ხარისხი და გაგვიძვირდა ეს ყველაფერი, მაშინ პასუხიც ცხადია, რომ ეს ყველაფერი გააძვირებს, გაართულებს და გარკვეულწილად რაღაცა რყევებს დაიწყებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის თელარა, რომ
ჩვენთან ძალიან ბევრი დეველოპმენტია, რომელიც სხვადასხვა ფაზაში იმყოფება და ყველა დეველოპერს სხვადასხვანაირად უჭირს და უხინს. ჩვენ ხომ არ ვიცით, ვის რა ვალდებულება აქვს და რისი გაყიდვა მოუწევს რა ფასად იმისთვის, რომ ხვალინდელი ვალდებულებები დაფაროს. თუ ეს გადაწყვეტილებების მიღება გართულდა და გაიწელა, ასეთ ტიპის დეველოპერებს განსაკუთრებით გაუჭირდება წესი და მოუწევთ რაღაცების უფრო იაფად გაყიდვა, უფრო დემპინგურ ფასად გაყიდვა. ეს, რა თქმა უნდა, მე აისახება სხვა გაყიდვების სხვა დეველოპერების ბაზარზე ხო ფასების კორექტირება. რა თქმა უნდა. ანუ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ უძრავი ქონება ძალიან დამოკიდებულია რაღაცა მოლოდინებზე. თუ არის დადებითი მოლოდინები, აქტიურად მიდის ინვესტირება უძრავ ქონებაში იმ მოტივით, რომ ეს არის დარგი, სადაც ადამიანი ყველაზე მშვიდად გზნობს თავს, იმიტომ რომ შვილებს და შვილიშვილებს უტოვებს კონკრეტული საკადასტრო კოდით განსაზღვრულ უძრავ ქონებას. მაშინ, როდესაც შეიძლება ბიტკოინები და ასე შემდეგ ბევრი სხვა რამე კიდევ უფრო მომგებიანია, მაგრამ ეს ისტორიულად ასეთ სულიერ სიმშვიდეს ადამიანებს არ ანიჭებს, ხო? ამიტომ უძრავი ქონება არის ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო მიმართულება საქართველოში. თუ ეს მოლოდინები არ წავიდა დადებითისკენ, მე უკვე აღარ ვიცით თავი რისკები რა არის, რასაც დღეს ხედავთ და ვთქვათ, თავი რისკი არის პოლიტიკური რისკი. თავი რისკი არის პოლიტიკური რისკი. ჩვენ ერთი წლის წინ ხომ ამას ვერაფერს ვერ ვივარაუდებდით. ერთი წლის წინ ევროპის ბიზნეს ასოციაციაში, სადაც მე თვითონ ვარ წევრი, ეგრეთ წოდებული fingers crossing performance მოვაწყეთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე და შეუთვალეთ ევროპას, რომ ჩვენ გიყურებთ და მოგვეცით სტატუსი და 15 წუთში სტატუსი მივიღეთ. ეს ახლა დაემთხვა, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ამას ხო არ ვიფიქრებდით, რომ სტატუსის გაგვიჩერდებოდა და გლობალური ომის პარტიას და კიდე 1000 და ბრძოლას დავუწყებდით Deep States, რომელსაც ამერიკაზეც აქვს გავლენა და რატომღაც ჩვენ ვერ ვბრძით, ხო, რაღაც უცნაურ სიტუაციაში ვართ. ძალიან ცოტა დრო გრჩება და მინდა გკითხოთ, კიდევ რა შეგვიძლია? რა შეგვიძლია როგორც მოქალაქეებს, რომლებიც ვდგავართ ქუჩაში და ასე ვცდილობთ გავაგონოთ ქართულ ოცნებას, ჩვენი ხმა და რა შეუძლია კიდევ ბიზნეს? თუ შეუძლია კიდევ რამე, ამას იმიტომაც გეკითხებით, რომ წინა წლის ბოლოს გიორგი ისაკაძის ბიზნეს კვირაულში, როცა რამდენჯერმე შეიკრიბა აქ ბიზნეს საზოგადოება, თქვენ თქვით, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართული ბიზნესი, მსხვილი ბიზნესი და დიდი ნაწილი ჩუმად იყო, არ შეიძლება ახლა ჩუმად ვიყოთ. აი, რატომ არ შეიძლება? რას ეტყოდით იმ ბიზნესმენებს ნაწილს, ვინც ჯერ კიდევ მაინც ჩუმად არის და არ ვიცი რა დავარქვა, რაღაცნაირად ცდილობს ბოლომდე ხიდები ურთიერთობი თუ ოცნებასთან მისასვლელი ხიდები არ დაწვას. აი, ხო არ არის დრო რაღაცნაირად ყველამ ერთად იმას ვიტყვი, რომ ალბათ ამ ხალხში არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად ჯერა, რასაც ხმამაღლა ამბობენ, რომ ეს გზა არის სწორი და ყველაფერი სტაბილურად და კარგად მიდის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც პირადი დისკომფორტის, ბიზნეს დისკომფორტის ან სხვა რაღაცა საკითხებიდან გამომდინარე უბრალოდ ხმას არ იღებს. და მე რა შემიძლია ვურჩიო, რა თქმა უნდა, არის რისკები. ხმის ამოღება მათ ჩავუთვალოთ, ხმის ვერ ამოღება ჩავუთვალოთ ოცნების არა, მე არავის შემფასებელად არ გამოვდგები, მე ჩემსაც ვამბობ. მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც რაღაცნაირად ამ ბოლო ერთ წელიწადში ეს უხილავი მტრები გამოგვიჩნდა და ყველა ევროპული ჩვენი მეგობარი გვეუბნება, რომ რას ჩადიხართ, რა მიმართულებით მიდიხართ, აგერ არის ევროკავშირის კარი, ღია, აი ეს 9 პუნქტი თუ სულ არა ვარ პოლიტიკოსი და არც ვიცი იმ 9 პუნქტში წესიერ რა წერია, მაგრამ ხო შეიძლება რომ ამ გზით ვიაროთ და ამდენი წლის ოცნება ავისრულოთ და ეხლა ამ გადასახედიდან ჩვენ ამ პოლიტიკური კურსით ევროკავშირში ვერ მოხვდებით. პირდაპირ გვეუბნება ამას ევროპა. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ანუ ტელევიზიებიდან და ასე თქვათ, თავრობიდან გვესმის, რომ ევროკავშირში შევდივართ, მაგრამ როგორ შევდივართ ევროკავშირში, როდესაც ევროკავშირის ყველა პირველი პირი გვეუბნება, რომ
არის ძალიან დიდი დაუნსლაიდი, ანუ უკუვარდნა დემოკრატიული ვინც გზიდან. ჩუმადარი მათაც რაღაცნაირად იპოვონ ძალა და თქვა რამე, ჩემი კითხვა ეგ იყო, არ შეიძლება ჩუმად თქვან? ვიყოთ რადგან. რა თქმა უნდა, თქვა. ოცნების ეკონომიკურ გუნდს რამეს ხომ არ ეტყოდით? მე არ მახსოვს შეხვედრაზე იყავით თქვენ წლის ბოლოს ირაკლი გობახიძესთან? არა, ხო? რამეს ხომ არ ეტყოდით? მას ან ლევან დავითაშვილს, რომელსაც ალბათ ყველაზე კარგად ესმის ამ. თელა, ჩემო კარგო. რა რისკების წინაშე ვდგავარ და უბრალოდ ადამიანებს მოусმინონ. ძალიან დიდი უბსკრული გაჩნდა ერთი ტიპის მოაზროვნე ადამიანებსა და მთავრობას შორის. და მართლა მათი საუბარი დაემსგავსა ბელორუსულ ტელევიზიაში მათი ხელმძღვანელების საუბარს. მიდიხარ აქციაზე, ხვდები ადამიანებს, მათ გულისწუხილს ისმენ ყველგან ბიზნესში, სამეგობროში იგივე წუხილებია. ჩართავ ტელევიზორს და სულიად სხვა რიტორიკა გესმის. გესმის, რომ მაგალითად ყველანი ვართ კრეფსითი ნაცები და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ყველაფერი ძალიან აშორებს ამ პარტიას ხალხისგან და რეალობისგან. ძალაუფლების წყარო კიდევ არის და ხელისუფლების ხალხი. რა გჭირდება განვითარებისთვის და რას დავუსვათ წერტილი ამ? პირველ რიგში უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ კრიტიკულები, თუ ვიყავით ჩუმად, არ უნდა ვიყოთ კრიტიკულები, არ უნდა გვეგონოს და ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს გელა ჩარკვიანის სიტყვებია, რომ არ უნდა გვეგონოს, რომ რაღაც მომენტში გავიმარჯვეთ და დამკვიდრდა დემოკრატია და ამითი დამთავრდა. ეს არის პროცესი, რომელიც ამ მთავრობის მერეც იქნება, იმ შემდეგი მთავრობის მერეც იქნება და კიდევ იქნება. ჩვენ შემდეგი 100 წლის განმავლობაში სანამ მართლაც საზოგადოება არ ჩამოყალიბდებით სულფასოვან მოაზროვნე მოქალაქეებად, სადაც პიროვნული პასუხისგებლობა გვექნება ქვეყნის მიმართ, მანამდე ვიქნებით ასეთ ომში. შეიძლება იმის მერეც, მაგრამ მანამდე აუცილებლად. რა დავასრულოთ? წერტილი რას დავუსვათ? უიმედობას. მადლობა. წარმატებები. მედია მალე დასრულდება ეს უიმედობა. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა უძრავი ქონების კომპანიების რენტალსის და ერისთავის ცეცის დამფუძნებელი მზურაბ ერისთავი. ხვალამდე გემშვიდობებით.